გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. კვარაცხელიას მზადება ჩემპიონთა ლიგისთვის, ხვიჩას ეფექტი და სიახლე KO-ს დუეტზე. დიდი შეთავაზება ჩაკვეტაძის სანაცვლოდ. მიქაუტაძის გოლი და ვრცელი ინტერვიუ. ვიდეოს დაწყებამდე კითხოვნა მაქვს დამიფასო ჭრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე არხის მაყურებელთა თითქმის 70% არხი გამოწერილი არ აქვს. ამიტომ თხოვნა არ დაიზარო არხის გამოწერა და ერთად განვავითაროთ ქართულ YouTube-ში სპორტული მიმდინარეობა. მადლობა მეგობარო თუ ამ წამს ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. მიქაუტაძის მორიგი გოლი და ქართველი ფეხბურთელის განცხადება. საფრანგეთის ლიგა 1-ის 21 ტურში გიორგი მიქაუტაძის ლიონი საკუთარ მოედანზე რეიმს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 4-0 დაამარცხა. სასიხარულო ფაქტი კი არის ის, რომ ლიონის ახალმა თავკაცმა პაულო ფონსეკამ თავის მეორე მატჩში გიორგი მიქაუტაძეს სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და ბოლომდე შეუცვლელად ათამაშა. ამ დროის განმავლობაში კი მიქაუტაძე აქტიურობდა და ლამაზი ეპიზოდებიც ჰქონდა. საბედნიეროდ ქართველმა ფეხბურთელმა მოედანი შედეგიანი მოქმედების გარეშე არ დატოვა და შეხვედრის მიწურულს მეტოქის კარში მეოთხე გოლის გატანა შეძლო. შეხვედრის შემდეგ კი მიქაუტაძემ ვრცლად ისაუბრა, რომელმაც დეტალურად შემდეგი კომენტარი გააკეთა. ვიცოდი სადაც ჩააწვდიდა ბურთს, რადგან მატჩის წინ და ვარჯიშის დროსაც ამაზე ხშირად ვსაუბრობდით. ვიცოდი რომ ძელისკენ უნდა გავქცეულიყავი და ფეხი დამედო. ძალიან კარგია რომ 4 გოლი გავიტანეთ. სრულყოფილი მატჩი ჩავატარეთ და გოლი არ გავუშვით. 4 გოლი გავიტანეთ და 3 ქულა მოვიპოვეთ. საბოლოო ჯამში კი თავს კარგად გვგრძნობთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თამაშების მოგება და სატურნირო ცხრილში წინსვლა გავაგრძელოთ. რაც შეეხება ახალ თავკაცს, მის ხელში ბევრი მომენტი შექმნას ვახერხებთ და ასევე თავს ერთიანად ვიცავთ. ერთიანობით სულ უფრო და უფრო უკეთესები ხდებით. ეს კი მომავლისთვის ძალიან კარგია. ახალ მწვრთნელთან ძალიან კარგად ვადაპტირდით და პირიქით, მანაც გაიარა ჩვენთან ადაპტაცია. მას თავისი სათამაშო სტილი აქვს და კვირის განმავლობაში ბევრს მუშაობთ კარგი სპექტაკლების ჩატარებისთვის. ეს მოხდა დღესაც. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ჯერა რომ გოლს გაიტანს. 90 წუთამდე შანსი არ მქონდა, მაგრამ ბოლოსკენ ერთი შანსი მივიღე და გამოვიყენე. სანამ გავიტანდი, გავიფიქრე რომ ეს ერთადერთი შანსი იყო და აუცილებლად უნდა გამეტანა. ამიტომ მე ასეც მოვიკეცი. ვცდილობ რომ პარტნიორებს სივრცე შევუქმნა, სიღრმისეულად ვიმოქმედო და აქტიური ვიყო. სწორედ ამას გვთხოვს მწვრთნელი თავდამსხმელებს. ამიტომ კარგია რომ ეს წარმატებით შევძელი, განაცხადა მიქაუტაძე. მე კი შეგახსენებთ რომ ქართველი შემტევისთვის ეს მატჩი ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 21 იყო. ამ დროის განმავლობაში კი მან 5ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. ამასთან ერთად მიქაუტაძის ანგარიშში 1 საგოლე გადაცემაცა. მიქაუტაძის გუნდი კი მომდევნო შეხვედრას 16 თებერვალს მონპელიეს წინააღმდეგ გამართავს. ჩაკვეტაძის სანაცვლოდ ძალიან დიდი შეთავაზება მივიღეთ. რა ხდება გიორგის თავს? ვოტფორდის აღმასრულებელმა დირექტორმა სკოტ დაქსპერიმ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. იანვარში გიორგი ჩაკვეტაძის სანაცვლოდ ძალიან დიდი შეთავაზება მივიღეთ, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენის არ გავყიდეთ. ჩვენ გვსურდა გუნდის წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება და ეს გავაკეთეთ კიდევაც. კლევერლის მხარს ბოლომდე ვუჭერთ. შესაბამისად სეზონის შუაში ჩაკვეტაძეს ვერ გავუშვებდით, განაცხადა დაქსპერი. ხოლო გავრცელებული ინფორმაციით გიორგი ჩაკვეტაძის დამატებას პრემიერ ლიგის ფინადრები ლესტერი, ვულზი და ევერტონი ცდილობდნენ, თუმცა ამის მიუხედავად ქართველი ფეხბურთელი ვოტფორდში დარჩა. მაგრამ გიორგის სათამაშო ფორმიდან და მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ჩაკვეტაძე ახალ კლუბში ზაფხული სატრანსფერო ფანჯარაზე გადავა. ჩაკვეტაძის ქება კი არ წყდება. კერძოდ საფეხბურთო ანალიტიკოსი და სკაუტი ბენ მატისონი გიორგის შესახებ შემდეგ კომენტარს აკეთებს. ბურთის წამღები ფეხბურთელები როგორი ჩაკვეტაძეა ფასდაუდებელნი არიან. მათ გუნდი პირველი 2 ფაზიდან პირდაპირ მესამეში გადაჰყავთ. ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიპის მიმდინარე სეზონში 30 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. გოლების რაოდენობის მხრივ შთამბეჭდავი სტატისტიკა არ აქვს, თუმცა გიორგი თამაშზე დიდ გავლენას ახდენს და მის აქტივში 5 საგოლე პასია. მაგრამ საგოლე გადაცემების რაოდენობა კიდევ უფრო მეტი იქნებოდა თანაგუნდელები დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო ზუსტად რომ მოქმედებდნენ. 25 წლის ფეხბურთელი, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, სეზონის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით ვოტფორდს დატოვებს. ევერტონი და ვულზი უკვე დაინტერესდნენ მისი შეძენით. ამიტომ 25 წლის ფეხბურთელს ზაფხულში მსურველები აუცილებლად ეყოლება, წერს ბენ მატისონი. გეტყვით ასევე იმასაც, რომ ტრანსფერმარკეტის მონაცემებით ჩაკვეტაძის სატრანსფერო თანხა 4 მილიონი ევროა. კვარაცხელიას ეფექტი, დაღონებული ნაპოლის გულშემატკივრები და სასიხარულო ინფორმაცია KO-ს დუეტის დაბრუნებასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, PSG-ში გადასვლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა პირველი გოლის გატანა შეძლო. ეს ყველაფერი კი მონაკოს წინააღმდეგ მატჩში მოხდა. კერძოდ ბარკოლას პასი ქართველმა შესანიშნავად დაამუშავა, შემდეგ ერთი ცრუ მოძრაობით მცველი მარტივად ჩამოიშორა და მეტოქის დამწუხრება შეძლო. შეხვედრის შემდეგ კი კვარა მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის ძალიან ბევრ შრომობდა, რათა გუნდში ადაპტაცია სწრაფად გაევლო და პირველი გოლი ეზეიმა. შესაბამისად შედეგი სახეზეა. ხვიჩას პარიზული თავგადასავალი დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მან PSG
PSG-ში თავისი პირველი გატანილი გოლი სწორედ ისე აღნიშნა, როგორც ეს ნაპოლიში გააკეთა. ძალიან მალე კი ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზეც დაბრუნდება. კერძოდ 11 თებერვალს პარიზული კლუბი ბრეს დაუპირისპირდება და ერთწლიანი პაუზის შემდეგ ქართველს ამ ტურნირზე კვლავ იხილავთ. შეხვედრის მოახლოებასთან ერთად კი ფრანგულ მედიაში უნებათა ღელვა იზრდება. ხვიჩას შესახებ კი ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა ეკიპის შემდეგ კომენტარს აკეთებს. 70 მილიონად შეძენილი ხვიჩა ადასტურებს, რომ მან ადაპტაცია გაიარა. კვარა ლუის ენრიკეს მრავალფეროვან სათამაშო სტილს ემორჩილება და ეტაპობრივად თანაგუნდელების მოძრაობები უკეთესმის. ჯერ მისი თამაში თავის რეალურ კლასსა და შესაძლებლობებს არ გვიჩვენებს, თუმცა პროგრესი აშკარად ჩანს. ასევე ეკიპის ინფორმაციით, საწყის შეხვედრებში ნაჩვენები მცირე არაზუსტობის მიუხედავად, კლუბის ხელმძღვანელობა კვარაცხელიას პირველი ნაბიჯებით კმაყოფილია. მათი აზრით, ხვიჩა თავის პოტენციალს სრულიად აუცილებლად გამოავლენს და ეს უბრალოდ დროის ამბავია. ასევე PSG-ს თავკაც ლუის ენრიკეს ფრთხილი დამოკიდებულება აქვს. ესპანელი სპეციალისტი ცდილობს კვარაცხელიაზე ზედმეტი წნეხი არ განახორციელოს. ენრიკე მისის PSG-ში რამხელა მოთხოვნებია, ამიტომ ურჩევნია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ადაპტაცია თავისი სიჩქარით გაიაროს, როგორც გუნდში, ისე მოედნის მიღმა. ახლა კი კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზეც უნდა გამოანათოს და ერთწლიანი პაუზის შემდეგ თავი კვლავ შეგვახსენოს. მე კი გეტყვით იმასაც, რომ ქართველის ტრანსფერის შემდეგ პარიზულ კლუბში ზეიმია. ამ კლუბში ხვიჩამ აშკარად განსაკუთრებული მუხტი შემოიტანა. ეს ყველაფერი კი ნაპოლის პირველ სეზონს გავს, როდესაც ხვიჩას ტრანსფერის შემდეგ იტალიურმა კლუბმა რაღაც არაამქვეყნიურად დაიწყო თამაში. ეს ყველაფერი კი ახლა უკვე პარიზულ კლუბში ხდება, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩას ტრანსფერამდე PSG საშინელად გამოიყურებოდა. გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასავართ ზონაში იყო და ვერც შემტევები გამოიყურებოდნენ მოწოდების იმაღლეზე, მაგრამ ხვიჩას ტრანსფერის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ამ ფორმიდან გამომდინარე პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. აშკარაა, რომ ქართველს რაღაც განსაკუთრებული აურა აქვს. ეს ყველაფერი კი PSG-ს გულშემატკივრებმა შეამჩნიეს. კერძოდ სოციალურ ქსელში ამ კლუბის გულშემატკივრები ხვიჩას ბენეფის შემდეგი კომენტარებით ეხმაურებიან. ბაპე, ერთი რამ უნდა გითხრა, ჩვენ შენზე მაგარი ბიჭი გვყავს 7 ნომრით. დაუჯერებელია რაც მან გააკეთა. მეტოქემ ცველი პარიზიდან მონაკოში გაუშვა. ეს რა იყო? მას შემდეგ რაც ხვიჩა მოვიდა PSG დაუჯერებლად თამაშობს. ასეთი რა მუხტი შემოიტანა კვარამ. წერენ ფრანგული კლუბის ფანები სოციალურ ქსელში. კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება და იმედი დავიტოვოთ, რომ ქართველი დაბრუნებას გოლით აღნიშნავს. ამიტომ ტრადიციულად დააფიქსირეთ თქვენი აზრი თუ რა ანგარიშით მორჩება ეს შეხვედრა. მე კი ყველა იმ კომენტარის ავტორს მიწორმოცემულობას გამოიცნობს, შემდეგ ვიდეოში მოვახვედრებ. ახლა კი, როდესაც ხვიჩა პარიზულ კლუბში ადაპტაციას გადის და ნენელა თავის საუკეთესო ფორმას უბრუნდება, საპირისპირო განწყობაა ნაპოლიში, რადგან ნეაპოლურმა კლუბმა მორიგი ქულები დაკარგა. ახლა უკვე უდინეზეს წინააღმდეგ. ნაპოლის ბანაკში კი დიდი იმედგაცრუება და სინანული იგრძნობა, განსაკუთრებით კი გულშემატკივრებში, რადგან სოციალურ ქსელში ნაპოლის კომაგების შემდეგ კომენტარებს წერენ. ჩვენ ის ვერ დავაფასეთ. ხვიჩა გამორჩეული ტალანტი იყო, მაგრამ ჩვენ ის გავუშვით. კვარაცხელია მართალი იყო, ის მეტხელფას იმსახურებდა. კვარამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი დონე. ახლა იწუწუნე უმადურო დე ლაურენტის. წერენ ნაპოლის ფანები, მაგრამ ნაპოლი არა მარტო კვარაცხელიას, არამედ ოსიმენის დაფასებას ვერ შეძლო. თუმცა სასიხარულო ფაქტი არის ის, რომ მათი მეგობრობა გრძელდება. კერძოდ ხვიჩას გოლის შემდეგ ნიგერიელმა ფეხბურთელმა ქართველს შემდეგი კომენტარი დაუწერა. პირველი ბევრიდან, რაზეც ხვიჩამ უპასუხა: ჩემი ძმა. შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ზაფხულში პარტენოპეისთან პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მას გალათასარაიში წასვლა მოუწია. ახლა კი აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ზაფხულში შესაძლოა ეს დუეტი ისევ დაბრუნდეს, მაგრამ ახლა უკვე პარიზული კლუბის რიგებში. მე კი როგორც რამდენიმე დღის წინ მოგაწოდეთ ინფორმაცია, ლუის ენრიკეს ოსიმენის ტრანსფერზე უფრო მეტად ასტონ ვილას 21 წლის ახალგაზრდა ტალანტის, ჯონ დურანის დამატება სურდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამ ფეხბურთელმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და საუდის არაბეთში გადაბარგდა, კერძოდ კი ალ-ნასრში. ამიტომ დიდი ალბათობით პარიზული კლუბი კვლავ ოსიმენის ვარიანტს მიუბრუნდება. მით უმეტეს, რომ გასულ ზაფხულს PSG-მ ნაპოლის შეთავაზება გაუკეთა და ორივე ფეხბურთელის საყვანაურა 20 მილიონად სურდა. ოსიმენის კომენტარი ხვიჩას გოლზე კი შესაძლოა სწორედ იმას მოასწავებდეს, რომ ეს ტრანსფერი გადაწყვეტილი ამბავია. ამიტომ KO-ს დუეტის დაბრუნება ახლოვდება და იმედი დავიტოვოთ, რომ პარიზული კლუბი ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს. ვინისიუსი სუარი ახალ კონტრაქტზე. პერეზი ბრაზილიელს პირისპირ შეხვდება. პიკე მადრიდულ კლუბს შეუტია. ვიდეოს საინტერესო ინფორმაციებით ვაგრძელებთ. ამიტომ არ დაიზარო ვიდეოს მოწონება. მე კი შემდეგ ვიდეოზე მუშაობა ძალიან მალე დავიწყებ. ამას
სასოსი წელია ვისმენთ. პიკემ მადრიდულ კლუბს შეუტია. რეალის მიერ მსაჯების წინააღმდეგ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში შეტანილმა საჩივარმა დიდი უნებათა ხელვა გამოიწვია. სამეფო კლუბის ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ ესპანიოლის ფეხბურთელის მიერ კილიან მბაპეს წინააღმდეგ უხეში თამაში წითელ ბარათად უნდა შეფასებულიყო. შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით კი პიკემ შემდეგი კომენტარი გააკეთა. ატლეტიკოს მთავარ მწვრთნელს დიეგო სიმეონეს 100%-ით ვეთანხმები. ჩოლომ თქვა, რომ უკვე 120 წელია რეალისგან წუწულის მოსმენა გვიწევს. ამ დროს კი მათ წინააღმდეგ განსაკუთრებული არაფერი ხდება. სპეციალურად ვუყურე ესპანიოლი რეალის შეხვედრაში იმ ეპიზოდს და გარედან მართლა ჩანს, რომ ეს ყველაფერი გაძებებად უნდა შეფასებულიყო, მაგრამ არბიტრმა სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღო. ასეთი რაღაცის მსხვერპლი, როგორც ბარსა, ასევე ატლეტიკო 1000-ჯერ გამხდარა, მაგრამ საჩივარი არსად შეუტანიათ. ვიცი ახლა ფლორენტინო პერესი ამ გზით ცდილობს, რომ სამსაჯო ბრიგადაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს, მაგრამ ვფიქრობ არაფერი გამოუვა, განაცხადა პიკე. ვინისიუსის უარი ახალ კონტრაქტზე. პერეზი ბრაზილიელს პირისპირ შეხვდება. ესპანური გამოცემების ცნობით, ვინისიუს ჟუნიორი საკუთარ წარმომადგენლებთან ერთად მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა შეხვდა და ახალ კონტრაქტზე ესაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტის გახანგრძლივების ინიციატორი ფლორენტინო პერესია, ხოლო როგორც დაიწერა მადრიდულმა გრანდმა ბრაზილიელ ფეხბურთელს, თანამშრომლობის 2031 წლის ზაფხულამდე გაგრძელება და ხელფასის 5 მილიონი ევროთი გაზრდა შესთავაზა, რასაც ასევე ბონუსების დაემატება. მაგრამ მადრიდული გამოცემების ინფორმაციით, ვინისიუსმა ეს შეთავაზება დაბლოკა და განაცხადა, რომ ხელფასის 5 მილიონით მომატება იმ ფონზე, როდესაც საუდის არაბეთის კლუბები მას 200 მილიონს თავაზობენ, ხოლო სხვა ქვეყნებში ტოპ ვარსკვლავები მასზე გაცილებით მეც გამოიმუშავებენ, ეს ყველაფერი მისთვის არასამართლიანია. ამიტომ შეთავაზება დაიბლოკა, ხოლო გავრცელებული ინფორმაციით, ადრე თუ გვიან მოლაპარაკებების მეორე ეტაპი შედგება. ასევე აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრაზილიელ შემტევთან შეხვედრას თავად ფლორენტინო პერესის გეგმავს. ესპანელი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ 2025 წლის ბოლომდე ვინისთან დაკავშირებული პრობლემა უნდა მოგვარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ზაფხულში რეალი მის გაყიდვაზე დაფიქრდება, რადგან ბრაზილიას კლუბთან კონტრაქტი 2027 წელს ეწურება. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.